ქალბატონო გულნარი. გილოცავთ. გაიხარეთ, თქვენს მადლობა. ეს 86 წლის გულნარი ბებოა, რომელმაც თოვლის ბაბუას თხოვა საჩუქრად მისთვის თბილი ფეხსაცმელი მოეტანა, მაგრამ გულნარი ბებო არ არის ერთადერთი, ვინც ახალ წელს თოვლის ბაბუასგან საჩუქარს ელოდება. დღეს ვეცდები იმ ბებია ბაბუებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ საახალწლო სურვილები აუსრულო. ახალწლამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე შემომივიდა შეტყობინება მოხუცთა პანსიონატიდან, რომ მათი ერთ-ერთი პოსტი გადამეზიარებინა. პოსტში პანსიონატის მოხუცები წერდნენ საახალწლო წერილებს თოვლის ბაბუას და საჩუქრად ითხოვდნენ ისეთ საჭიროებებს, როგორიც არის თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, საკვები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი საერთო სურვილი აგრეთვე იყო ახალი დივანი. ვიფიქრე, გადაზიარების ნაცვლად ხომ არ შეიძლებოდა, რომ ეს სურვილები რეალობად გვექცია. დავიწყე კომუნიკაცია ჩემს სპონსორებთან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მხარდამჭერ კომპანიას USA to Georgia-ს და Sandoms, იმისთვის, რომ უსიტყვოდ დამთანხმდნენ იდეის განხორციელებაზე და აქვე ძალიან დიდი მადლობა Sokars, რომელიც უმოკლეს დროში შემოუერთდა ამ კეთილ საქმეს და სწორედ მათი დახმარებით შეუდექი ამ უსაყვარლესი ხალხის სურვილების შესრულებას. ჯამში 20-მდე წერილი იყო. პირველ რიგში ამოვიწერეთ ყველა ის ნივთი, რომელიც ჩვენს უსაყვარლეს მოხუცებს სურდათ. ჩამოწერეთ საჩუქრების სიის სახით და შეუდექით მათ ყიდვას. მე ხა წავიდეთ, ვიყიდოთ პირველ რიგში წნევის აპარატი გვინდა, საპაში გვინდა, მარაო გვინდა და შეიძლება წიგნებსაც მივხედოთ. მე უკვე ტანსაცმელზე გადავიდეთ. როგორ ხარ? კარგად, როგორ ხარ? კარგად ხარ. მადლობა რომ მოხვედი. პირიქით, მადლობა რომ რა. შემდა შეგვარჩევინო, ეხა კარგი რაღაც. შემეძლება. ჭიქები არ გქონდა ლისტში, მაგრამ ისა ნოუთში მოვწიჭკოთ დამატებული. ეხლა გავალთ პირდაპირ სათამაშოების რიგში, სადაც შევიძენთ მარაო. ჩაულაგოთ შიგნით, მაშინ იქ უნდა ვიყიდოთ ბადრისთან ეგ ქაღალდი. ხო, ბადრი არ იცის ასენი. ბადრისთან წავიდეთ ბადრისთან. წავედით ბადრისთან. აქ მოკლე გზებიც ვიცით რა, ანუ რა იცოდე. მაგრამ ოდნავ თვალს თუ მოადუნე ფოზი დედაჩემს დაკარგავსო. ბიჭო, მეც ეგრე დავდივარ ხოლმე და ძალიან კაი არის, ძალიან კაი არის. მაქსიმალური ყურადღება. მაქვანებით არის. ხარა, რომელიც ჯობია ის ავიღოთ. ეს უკეთესი მექანიკა რა აქვს. ხო, მე მგონი ამას კარგი. მაშინ ეს ავიღოთ ახლა. მარაო გვაქვს. ერთი გადაიხადა. წავედით. ეს დიდი პარკი 20 წელი უნდა გქონდეს, ალბათ 20 წელი პატარა ისინიც ავიღოთ რა. აუ ეს იმინა ნერვებს აწმარებს, მაგრამ ერთი ზედმეტი უნდა ამეღო. აი ესეთი, აი ეს რა. ეს ძალიან ლამაზი, ახლა ლამაზია. ბიჭო, მოდი ერთიც და მეორეც წავუღოთ რა. ორივე წავიღოთ. ერთი ქალბატონი, რომელსაც ძალიან უყვარს ხინკალი, იმიტომ რომ თვითონ წერილში მითებული მთიელი ვარო, საჩუქრად გამოგვატანეს ხინკლის სუვენირი. 74 წლის მურმანს სურს რომ ვესტუმროთ საახალწლოდ და გამოვუწეროთ ჟურნალის სარკე 1 წლის ვადით. ყვითელი პრესა უყვარს კაცს. ყვითელი პრესა უყვარს, კარგი. ჯერჯერობით ერთი კაცი ყავს, ვისაც სპორტულები ზოგადად ტანსაცმელი უწერი აქვს. მოდი, ავიღოთ 2 ცალი შარვალი ავიღოთ. მაინც კაცისთვის დანარჩენი იყოს ყველა ქალბატონი. კი ბატონო, არაა პრობლემა. თბილისზე და გვინდა 3 ცალი. რამოდენიმე სხვადასხვა ფერის ავიღოთ. ავედით. კაცი ფერი რაღაც. ანის. მე ეს მომწონს. აი ესეც არის, ნახე. მე ეს ფერის მომწონს, ნახე. ესეც. ბაცი ფერი. ავიღოთ ეს. თუ ეს. აი ეს ავიღოთ. თუნდაც დავაჯერანოთ. დავაჯეროთ, მოგაგებინებ, კიდე მე გავაკეთებ მაკრატელს და შენ გააკეთე ჭა. დავარ. მოდი. ჯეირანი. ლაშას დაუჯერე კიდე. ეს ავიღოთ. მადლობა. კარგად. თითქოს მარტივი დავალებაა, მაგრამ ძალიან რთულია რომ არჩიო სწორი, კარგი. ამიტომ დიდი ხანია ვეძებთ, მაგრამ იქა ხო არ დაიღალე. ეს მე 4 ცალი მიყვარს, ხო? ხო. კი ბატონო, ახლა ჩაგვითოქეთ პარკში. ხო? აი კურგა. გინდა ოზი გიყიდო. ერთი საგარეო შარვალი დაგვრჩა და ფეხსაცმელები. კაი, წავედი. ლამაზია. ო, ისე მართლა კაია. სპორტულებზე გოგოშკურია და ძალიან საყვარლად ჩაი. პროქსი არის ოღონდ ისეთი როქია. ეს მალე ახლა საყვარელი.
კომენტარებში დაწერთ რომელი ავიღოთ. ძალიან საყვარელია. რაც უფრო მაღალზეა. მით უფრო თბილი. ერთი. ფეხი უფრო თბილია რა. ჩვენზე უკეთესად ჩვენზე უკეთ იცის და ამიტომ მაქსიმალურად ვენდობი დედაჩემს თან დიზაინერია და გემონებაში არ ეშლება ზუსტად ვიცი. კი, ეხლა წარმოიდგინე მე და შენ რო ვიყოთ აქ როგორი დაკარგული პატები ვითვლით. ის რა ხო ჯონ ტრაოლტა რო აი იმინა ესეთები ვიგებოდი და თავიდან რო შემოვედით 15 წუთი ხო დავდიოდით 20 წუთი ვიარეთ უბრალოდ წრეზე დავდიოდით. საპარსიც ავიღეთ. წვერი საპარში ზუსტად არ ვიცოდით რა იგულისხმე როგორი და და ამ ყველაფერი ერთად. ხო ყველა თავიანი ავუღოთ რა იმედია რომ გამოადგება ეგ არის. ჩვენ გვინდა დივანი. აგე თან ისეთი საყვარელი წერილი ეწერათ რომ ვერ ვეტევითო და თუ იქნება საშუალება ერთი დივანი რომ დავამატოთო და ცალკე დივანი გააქვთ. თალკე დივანი ნებისმიერი შემიძლია და შეგვიძლია რომ ხვალ მოიტანოთ ხო? დროის ამბავში შეზღუდულები ვართ აი შუა დღისთვის თუ შესაძლებელი. შეგვიძლია. ეს არის უცვლელი. ბიჭო საერთოდ არა ცუდი ვარიანტი პირიქით კაია. იმაზე უკეთესი არის ვიდრე რაც ვნახეთ ონლაინში იმაზე რა ქვია. ცოტა დიდ მაღაზიებში. მოკლედ დივანიც შევარჩიეთ. აქ წესით 4 ადამიანის თავისუფლად დაეტევა. იმედია რომ ეს ერთი დივანი ეყოფა მათ და იმედია მოეწონებათ, რომელიც ხვალ უნდა მივიტანოთ. უნდა შევფუთოთ, დავახარისხოთ, სახელები მივაწევთ და ხვალაც კიდევ ბევრი საქმე გვაქვს. უნდა მოვასწროთ რაღაცები. ბატონ გიორგის ძალიან დიდი მადლობა, რომელმაც რომ გაიგო რომ ასეთ რაღაც ვცდილობთ რომ მოხუცები გავახაროთ, მაქსიმალურად გაგვიწია შეღავათი და ასევე დროც გაითვალისწინა, იმიტომ რომ ხვალვე გვაქვს ჩვენ მისატანი ეს დივანი და მადლობა მას გვერდში დგომისთვის, ვისაც გექნებათ სურვილი, Hualing თბილისი პლაზაში, C1 სექტორში. პირველი ამ მაღაზია არის, ბატონი გიორგი. ჩვენი მადლობა კიდევ ერთხელ. აქვე უღმესი მადლობა ჩემს მეგობარ კომპანიებს, რომლებმაც რომ გაიგეს, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, სურვილი და იდეა მქონდა, უყოყმანოდ დამთანხმდნენ. ჩემი სპონსორი USA to Georgia, ასევე SOCAR-ს მადლობა, რომელიც მსგავს სოციალურ აქტივობებში ძალიან ხშირად იღებს მონაწილეობებს და მადლობა ასევე სანდომს, რომელმაც ასეთი ლამაზი და ტკბილი ახალი წელი უნდა შეუქმნას ჩვენს მოხუცებს. ასევე დედაჩემს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს მთელი დღეა დაგხვდება და რომ არა დედაჩემი ასე მალე ოპერატიულად ამდენ საჩუქარს ნამდვილად ვერ ვიყავით. არა, ჩვენ გავთვალეთ 4 საათი და 9 საათი ვიყავით მაინც გარეთ. პატივია ჩემთვის. მადლობა. ყველაფერი ვიყიდეთ, თითქმის 1-2 რაღაც დაგვრჩა, რომელსაც გზა დაუცლელად შევიძეთ და დავამატებთ. ბატონმა ოზი გვიმასპინძლა იმისთვის, რომ მოვახერხოთ და დავახარისხოთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვრჩება რეალურად. და ჩვენი მიზანია, რომ ის რაც ქონდა ჩამოწერილი და ნაყიდი, ახლა თითო ადამიანს უნდა შეუკრათ სასაჩუქრე ყუთებში. მაგალითად, ეხლა დაგიკითხოთ ერთ-ერთი მათგანის ლალა ღუდუშაური გახლავართ 83 წლის. დიდი მადლობა სიტპოსტვის და ყურადღებისთვის. თუ შესაძლებელია საბანაო ხალათი კაპიშონით, ბაცი ფერის. თუ თავზე მომხვევი არ ვიქნები ხინკალით. გმადლობთ. მოკლედ ბევრს ქონა მისდებული ხინკალი, ქაბაბი, მწვადი, ხაჭაპური, ლობიანი, ამიტომ მე ყველაფერიც მოვაგვარეთ და დავაორგანიზეთ. მაგრამ ახლა ხო, ჩვენ გვაქვს აქ ბაცი ფერის კაპიშონიანი ხალათი, რომელფერში ჩაუდოთ? ოქროსფერში ჩაუდოთ მაშინ. დამეხმარე ძმაო. ძირითადად იყო თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რაღაც ისეთი პირადი ნივთები, მაგრამ მოვიფიქრეთ, რომ გვეყიდა სახაწო ჭიქები და ასევე წინდები ყველასთვის. ქალბატონი ლალას სურვილები საჩუქრის სახით უკვე მზად არის. ბაცი ფერის იყოს წინდაც. ხინკალს მოვაყოლებთ აუცილებლად, ქალბატონო ლალა. მადლობა. მოგეთ ეს რო არ თქვა არ შეიძლება. ერთი საჩუქარი გუშინ ვერ მოვასწარით, წნევის აპარატის ყიდვა და აგერ ამ კარგმა ადამიანმა მოთხილი ჩამოგართვა მეგობარო. იმდენად დიდი სურვილი გამოთქვა, რომ რაღაცნაირად მაინც მიმაღებინეთ მონაწილეობაო და ცოტა გულით დაწდა, რომ არ იყო ორგანიზებაში ჩართული. აი ეგრევე გავარდა, გაიქცა და მოგვიტანა საჩუქარი. მადლობა შენ მაგისტვის რა, და დროშიც ვიწვებოდით და გაიხარეთ, მადლობა. ასე რომ შენ სახელით ერთ ადამიანს გავახარებთ აუცილებლად და აგერ ტკბილეულიც გვაქვს, რომელსაც გადავცემთ სეთური მიშა. გამარჯობა თოვლის ბაბუა, მესტუმრე და მომიტანე წვერის საპარსი, სპორტულები, ქაბაბი და ხინკალი. ძალიან გვიყვარს ქართველებს ქაბაბი, ხინკალი. ყველას მიუტანთ აუცილებლად. ეს ჩვენი სპორტულები, ბატონ მიშას. ეს ერთი საპარსი, რომელიც არის აქ და ეს ჩვენი ჭიქა. ნათელა ჯავახიშვილი 80 წლის ვარ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ მომიტანოთ ფეხსაცმელი, ზომა 37 და ჟაკეტი.
სად გვაქვს ხო? კი ბატონო. თოვლის ბაბუ გთხოვ, კარგი წიგნი მაჩვი ხო, მიყვარხარ და გელოდები, მოგვიტანე მშვიდობა და ბედნიერება. შემდეგი სულიკო ქალბატონი 94 წელს გაუხარდება თოვლის ბაბუას სტუმრობა გულით უნდა მარაო, გრძელმკლავიანი მაისურები, ხაჭაპური გოზინაყი, სპორტულები, წნევის საზომი აპარატი. ეს მოდი წნევის აპარატი. ესენი ჩავდოთ ასე, მაისური. მთაში გაზრდილ ქალბატონს მაყვალას ხინკალს კი მიუტანთ, მაგრამ იმდენად უყვარს ხინკალი, რომ ზუგენისაც ვაჩუქებთ ხინკალს. აქ წერილი ცოტა მოჭრილია, ყველანი ვერ ვთავსდებით. მოკლედ, კიდევ ერთი დივანი სჭირდებათ ამ უსაყვარლეს ხალხს, რომელიც ჩვენ უკვე შევიძინეთ. დღეს მოგვიტანენ პანსიონატის მისამართზე, კი. და გავახარებთ ამ უსაყვარლეს ხალხს. ეს ეთყო რამდენიმე საერთო წერილია, ხო, რამდენიმე სახელი წერი. პოზისთან ერთად თითოეული წერილი საჩუქრების მიხედვით ავაწყეთ და გავუმზადეთ ამ უსაყვარლეს ხალხს. დარჩენილი გვქონდა მხოლოდ წიგნები და საჭმელი, რომელიც გზად უნდა გვეყიდა. სამი წიგნი გვინდოდა და საბოლოო ჯამში ესე გამოვიდა, რომ ნახევარი ბიბლიოთეკა წამოვიდა. ნახევარი ბიბლიოთეკა გამოგვატანეს და რითაც ძალიან დიდი მადლობა მათ. წიგნის სახი გადიანზე. უსაყვარლესი ადამიანი მუშაობს, აქ თვითონ კითხვა, რომ კადრში არ გამომაჩინოთ, მაგრამ აი ამდენი წიგნი გამოგვატანა და არაფრით არ აიღოთ ჩვენგან თანხარითაც მადლობა კიდევ ერთხელ. გზაში ვართ უკვე, ეხლა მივდივართ საჭმის ასაღებად, ვინაიდან ჩვენმა მოხუცების უმრავლესობამ ისურვა ხინკალი, ქაბაბი, ხაჭაპური, ლობიანი, მწვადი და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ამ სურვილების გარეშეც არ დავტოვებდით, ამიტომ ახლა მივდივართ ამ ყველაფრის ასაღებად და შემდგომ უკვე მივალთ პანსიონატში და მივართმევთ ამ ყველა სრულს, იმედია, რომ მოეწოდებათ და გაუხარდებათ. ყველაფერი მზად გვაქვს, დავიტვირთეთ, ოზი ტაქსით მოდის, იმიტომ რომ აქ ყველაფერი ვერ დავატიეთ. ჩვენ მაინც დაურეკოთ პანსიონატის ხელმძღვანელს და უთხრათ, რომ დავიძარით. ქალბატონო მაია, გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად ვართ და გელოდებით. კი, აი ჩვენ ახლა დავიძარით უკვე ყველაფერი დავტვირთეთ და მოვდივართ ახლა თქვენკენ. დაახლოებით წესით 1 საათში უკვე ადგილზე ვიქნებით. ყველა ადამიანი არის, ხო? ადგილზე, აი ვისი წერილიც. ყველა ადამიანი არის ადგილზე. თქვენ თავარი არ გამაქროთ მე რომ შემოხვდეთ. არაფერი მსგავსი არ იქნება, პირიქით ჩვენ მოვდივართ კეთილი სურვილების ასასრულებლად. ამათ უთხარი მე და გიყურებდნენ და ახსოვხარ და კვალებში კომპლექტურდნენ და რა ვიცი. ნიჭიერიდან? ხო. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია თუ რომელიმე ჩემი მაყურებელი თუ იყო ნიჭიერის პროექტის განმავლობაში. კი, რამდენიმე მითხრა რომ და ვახსოვა რა. კი. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია და აი მოვდივარ დაახლოებით 1 საათში თქვენ თავიქნები და გირეკავთ. კარგი. წამო, შევიდეთ. აქ დავალაკოთ ჯერ, ხო? კარგი. ესე. აი ერთი რაღაც დაგვრჩა, ერთი საჩუქარიც და ვსო. აბა გადმოვიტანოთ. ცოტა ხანი აქ დავდოთ. ეხლა როგორ ვქნათ, თქვენ გითხარით, სად შევზიდოთ და ეხლა ეს არის სახელობითი, რაც არის, მაღლა ვინც არის. ხო. რომლებიც აყვებიან ამ საუბარში. პანსიონატის ხელმძღვანელმა აგვიხსნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ყველა ვერ მოახერხებდა ჩართულობას. ამიტომ მოვინახულეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვისთანაც შევძლებდით პირადად საჩუქრის გადაცემას. ჩვენ ერთადერთი რაც გვინდა, ქალბატონო, გვინდა რომ უბრალოდ ეს საჩუქრები გადავცეთ. სხვა არაფერი განსაკუთრებული. მოვიდნენ სტუმრები. გამარჯობა. დამდეგს გილოცავთ. ნაძვის ხესთან დავდოთ და პატარა საჩუქრები გვაქვს თქვენთვის. ამოვიტანთ ყველაფერს. როგორ ახართ? როგორ? აი თქვენ თუ კარგად ხართ, ჩვენც კარგად ვართ. გაიხარეთ. მადლობა. იცი? ეს ავიტანოთ.
ესეც ასე. ძალიან მიხარია. ნებისმიერი ადამიანის გამოხმაურება და მსგავს აქტივობაში ჩართულობა არის ძალიან დასაფასებელი ზოგადად. არ აქვს მნიშვნელობა ვის როგორ და რა შეუძლია. ნებისმიერი რაიმის გაღება არის ძალიან დასაფასებელი. მე მივესალმები და ჩვენი მიზანიც ეგ იყო, რომ პატარა ცირედით, მაგრამ რაღაცა ოდნავ მაინც თუ გავახარებდით თქვენს გულებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხათაშორის ბატონო ისინი თემურიც გამოგვეხმაურა ჭონია. ძალიან მიხარია. მადლიც იქნება, რა ვიცი, აი ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენც რომ მოგწერეთ, ესეთი ამბავი მქონდა, რომ შეიძლება აი ჩემით ვერც მეფიქრა რა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველას რაღაც თავისი პროცესებში ვართ გადართულები და ზოგჯერ ამ რაღაც აქტიურ ყოველდღიურ ამბებში ჩართულებს ასე ვთქვათ გამოგვეპარება ხოლმე ის უფრო მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც რეალურად ყველა ადამიანო ფიქრობდეთ ეგეთ რაღაცას. აი თქვენმა მესიჯმა ის რომ მოდი ინფორმაცია უბრალოდ გავავრცელოთ, ხო? აი უკვე ჩემმა გონებამაც ცოტა სხვანაირად დაიწყო ფიქრი, რომ კი არ გავავრცელოთ, იქნებ რამენაირად მოვახერხოთ, რომ ეს რაღაცები ხო გავაკეთოთ. და ამიტომ მოხარულები ვართ და მადლობელი ვართ, რომ მოგვეცა მაგის საშუალება, რომ თქვენ რაღაცა ოდნავ მაინც გაგვეხარებინეთ. ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენებმა სულ რომ თქვი რომ აბა ნიჭიერს ვინ უყურებდით მეთქი და ბებო თუ მოვაოდა არ გაგვაქრობსო რა ჯობია რაღაცა და მე გამოგვაჩინოს ისევ. მაგარი მაყურებელი მithuredas ნიჭიერს. ძალიან დიდი მადლობა. აი, ეხა იმდენად სასიამოვნოა ეს. თბილი და სასიამოვნო ჩვენ სასაკში ის არის რომ ჩვენ მივალთ თქვენ მოდიხართ მომავალი თქვენია და იმედიანად გაბარებთ ამ მომავალს. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა. ღმერთმა დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად გაცოცხლოთ. იმედიანად წავალთ ქვეყანაზე კაც მომავალ დავგიბარჯოთ. წასვლა ჯერ შორს არის, იმიტომ რომ იმდენი საჩუქარია მოტანილი, რომ ჯერ უნდა გაცვითო. ჩვენ ფორმას გვაქვს, უბრალოდ ვერ მოახერხეთ ჩაცმა გვაქვს მაგაში, მაგრამ არა, ქუდები გვაქვს. ქუდები მოახერხეთ. ვინც იმყოფება აქ? წიგნებიდან. წიგნებს ქონდა რამდენიმე ადამიანს ქონდა და ერთიანად არის მოტანილი ყველა. ვაპირებდით და რამდენიმე წიგნის წამოღებას და გამოგვატანეს ბოლოს ჩვენც მეუბნებოდით რომ აი საკმარისია და გამოგვატანეს და იმედია რომ მოგეწონებათ. რაციონად შეექმნა უზარმაზარი ბიბლიოთეკა. და აუცილებლად ამ ბიბლიოთეკას კიდევ ბევრი წიგნი დაემატება. მაგას გპირდებით აუცილებლად. ნამდვილად. ძალიან სამართლით ეხლა სია. ნათელა ჯავახიშვილი ასე დიდი მადლობა და გაიგეთ. ბევრს ეწერა რომ ხინკალი, კაბაბი მწვადი ქართველები ვართ და ჩვენ ძალიან გვიყვარს და ესეც მოგიტანეთ ესენი მოტანილია. ყველას შეძლებს დაგვართ. მე მგონია რომ მოერევით და ამიტომ დოდო კანდელაკი. დოდო კანდელაკი. შემდეგი ნენო ალბატონო. უღრმესი მადლობა. რაც გეწერათ, წესით და რიგით ყველაფერი უნდა იყოს სასაჩუქრე ჩანთაში. თქვენ მადლობა პირიქით. ლალა უდუშაური. თქვენს კაპიშონს დიდხანს ვეძებდით და თუ შეიძლება აი ნახეთ და იმედია მოგეწონებათ. მაინტერესებს. იმედია რომ მაინტერესებს. კაპიშონ, ზით უნდა გაცვითო. მოგესალმებით ყველას. ჩინათინა გავიდა. გამარჯობა, სასიამოვნოა. აი ეს ქალბატონი არის უარასა. დიდი მადლობა. აბა, აი ეს აქეთ გვაქვს. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. გაიხარეთ და უღრმესი მადლობა ჩვენი ბელი მეტაურობით არ გამოგვილია საქართველოში თქვენის. გაიხარეთ. ეს არის ქონოდეთ და თიხარული და თიკმოხი არა კარი გამოგილიო და აი კაიგული მოდის. ძალიან დიდი მადლობა. საუკეთესოს გამცელა და ბედნიერად იყავ. უღრმესი მადლობა, თქვენ მადლობა იმისთვის რომ აი რაღაცნაირად ჩვენთვისაც გვაძლევთ იმის საშუალებას რომ ეს პატარა სიკეთა მაინც გავაზიაროთ. ტკბილეული ჩვენმა მეგობარმა კომპანიამ სანდომმა გამოგვატანა და ყველასთვის არის აბსოლუტურად და ასევე რამოდენიმეს ეწერა კიდევ განსაკუთრებით ტკბილი მიყვარსო და მათშიც დევს ცალკე დევს, მაგრამ ვისაც არ უწერია ზოგადად ყველასთვისაც მოტანილი არის ტკბილეული, მაგრამ ზოგს ისე ქონდა დაკონკრეტებული ტკბილი ძალიან მინდაო რომ მათში დამატებით ჩავდეთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. აი
ესეთი დივანი გქონდა. დიახ. და დასწრებაზე იყო დაჯდომა. აჰა. და იყო დაძაბულობებში გადადიოდეს ყველაფერი და უძვირფასესი დივანი, იმნაირი ჯერ არ მოტანილა. ძალიან კოკა-კოლა არ ეტება იმაში, რა ქვია, ეზოში, ტკბილეული, ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი, ეს მადლი, რომელიც გაიღეთ თქვენ, 1000 მაგად დაგიბრუნდეთ. ბედნიერი წელი გქონდეთ, წარმატებული წელი გქონდეთ, არ გაკლიათ წარმატება, მაგრამ უფრო და უფრო მეტი, თქვენ კიდე სიტკბო გქონდეთ და ეს წლები ერთად მეგობრულად გავატაროთ. მე მიხარია ერთ რაღაცას ვიტყვი. გაიხარეთ, ერთმა ტყუილად და ბედნიერად გამყოფოთ. ბედნიერი სიცოცხლის ბედნიერი გამწელებელი იყოს და თქვენი მომავალი ღმერთმა დალოცოს. ეს მეუღლის მართლიერების ნიშნად ლალა რობუშაველი. ვაიმე, უღრმესი მადლობა. საკიდებელი ჩანთაზე არ მოგიგულს. ძალიან დიდი მადლობა. უნდა გადაგეხვიოთ, ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად გადავცემ მადლობა ამას. დიდი მადლობა ღმერთმა ბედნიერი შრომა გაიხარეთ. წელი მრავალწელი. გზად ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი შეხვდა, ვინც მართლა ყველანაირად ცდილობდა, რომ ამ სიკეთეში თავისი წვლილი შეეტანა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნამდვილად. შეპირება არის, ჩვენ დგევართ ისევ, არავინ არ გაგვაქვს. რა თქმა უნდა. ჩვენ ხალხად ვიყავით, იმიტომ რომ ბევრი მადლობა გვითხრეს და რეალურად ჩვენ სამადლობელი გვაქვს, რომ თქვენი, სწორედ ამ თქვენი რაღაცა პატარა სტიმულით ჩვენ მოგვეცა სიკეთის გაკეთების და გაზიარების საშუალება. ამიტომ პირველ რიგში ეს პირველი წყარო და პირველი მადლობა არის თქვენს მიმართ. წერა რომ თხესო ბებიები ხავთო და ორივე ჩემ ბებიები აღარ არიან ცოცხლები და ძალიან როგორი ემოციით ვერ გადმოვცემ ამას. ესეთი ისა რა ქვია რა მე თვითონ ისე დავიმუხტე რომ მინდა რომ ეს ემოცია უბრალოდ თქვენს გაიზიაროთ და ვისაც რაიმენაირად შეგიძლიათ რომ ამ ხალხთან მოხვიდეთ და გაუზიაროთ თქვენი სითბო 10 მაგს დაიბრუნებთ 100 მაგს დაიბრუნებთ. ბებია ჩემი იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანი ვინც ვიცი და ეხლა რო უყურებდი ამ ადამიანებს ზუსტად ეგ მახსენდებოდა რა და ის რაღაც ესე რომ თქვა სიცარიელი რაც იყო უცებ ამოუსა. მადლობა მოკლედ მეგობრებო. ეს ვიდეო მეგობრებო ემსახურება ერთ-ერთ რაღაცას, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, რას არ უნდა ვაკეთებდეთ, რისი საშუალებაც არ უნდა გქონდეს, ყველა ჩვენგანს აქვს რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ სულ პატარა სიკეთე მაინც გავაზიაროთ. ეს შეიძლება ვიღაცის მხრიდან ფინანსური შესაძლებლობა იყოს, მაგრამ ვიღაცის მხრიდან უბრალოდ უცხო ადამიანის მიმართ გამარჯვების თქმა და გაღიმება და ვისაც რა შეგვიძლია, თუ ამ ყველაფერს რაღაცნაირად მობილიზებას გავუკეთებთ და პატარა სიკეთეს მაინც გავცემთ, ამაზე მეტ ბედნიერებას მართლა ვერსად ვერ ნახავთ რა. დიდი მადლობა თქვენ და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა მომავალშიც. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცნაირად პატარა წვლილი შეიტანა ამ ვიდეოს ასე ვთქვათ გაკეთებაში, ამ საქმის გაკეთებაში. ძალიან დიდი მადლობა ხალხო. ლაშა და ლაშას მეგობრები და ყველა კომპანია, ვინც გვერდში ედგა, ვინც პატარა წვლილი შეიტანა ამ სიხარულში, რომელიც ახლა ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა განიცადეს, ბედნიერი წელი გქონოდეთ, ჯანმრთელები იყავით, ხვავიანი, ბარაქიანები და ერთხელ კიდევ უღრმესი მადლობა. კეთილი გულის შვილები გადაიცით თქვენი სითბო და სიყვარული. დიდხანსა ბედნიერად აბა. გაგზავნდებოდეთ, ნახვამდის, კარგად. კარგად აბა. ძალიან საყვარელი ხალხი. ბიჭო არ შეიძლება ესე რა. ბიჭო რაღაცნაირად პატარა ბავშვები ვითარდებიან. აი, პატარა საყვარელი ბავშვები რო არიან, ხო იცი, რაღაცნაირად ყველაფერი უხარიათ. უბოროტო ადამიანი პატარა ბავშვს გულისხმობ რა. აი, ზუსტად ეგეთები არიან რეალურად, როცა ადამიანი ასაკში შედის რა. კი, იმიტომ რომ ეს ყოველდღიური ეს აურზაური და რაღაცეები უკვე მათი ხო აღარ არის რა. ანუ ჩამოშორებულები არიან და ხო, ის რაღაც წფელი სითბო და სიყვარული აქვს, რასაც გასცემ. აი ხა რეალურად ხო ჩვენთვის უცხო ხალხია რა და მათთვისაც ჩვენს უცხო ადამიანები ვართ, მაგრამ იმდენად სითბო მოდიოდა მათგან რა და ეს ნამდვილად არ იყო მარტო საჩუქრებიდან ვაფშე არ იყო რა. უბრალოდ იმიტომ რომ ვიღაცამ ყურადღება მიაქცია, ეგ იყო. უმრობას კი ისე უხარია თუ მე დარწმუნებული ვარ ისე რომ მოვიდეს ნებისმიერი ადამიანი ზუსტად იგივე ემოციებით შეხვდებიან და აი უცხო ადამიანსაც კი რამხელა სითბოს გამოხატვა შეუძლია სინამდვილეში რა.